არჩევნების დღეს ოდირი ეუთოს დასკვნის თანახმად 24% საარჩევნო უბნებზე, სადაც ეუთო ოდირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აბსოლუტურად არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობა, ანუ არ იყო გარანტირებული თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლება, რომ მისი ხმის მიცემა იყოს გარანტირებულად ფარული. რადგანაც იყო ამ უბნებზე დამონტაჟებული ქართული ოცნების ვიდეო კამერები, რომლებიც მიმართული იყო ხმის დათვლილ მანქანებზე და ამავდროულად აღნიშნულია, რომ თვითონ ბიულეტენების განთავსება მანქანებში ვერ ხდებოდა და ვერ ხორციელდებოდა, შეუძლებელი იყო, განხორციელებული იყო იმდაგვარად, რომ არ გამოჩენილი იყო ვინ აირჩია ხმის მიცემის დროს მოქალაქემ და შესაბამისად უხეშად იყო დარღვეული ხმის მიცემის ფარულობის უფლება. საარჩევნო დღის შემდგომ 1200 საჩივარი, რომელიც შეტანილი იქნა საარჩევნო კომისიებში, სასამართლოებში, ეუთო ოდირის დასკვნის მიხედვით არ იქნა არსებითად განხილული პრაქტიკულად არც ერთი მათგანი. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ინსტიტუციები არის სრულად დაქვემდებარებული ქართული ოცნების კონტროლს და შესაბამისად მათი დამოუკიდებლობა პრაქტიკულად ნულზეა დაყვანილი. შესაბამისად ეს დასკვნა, რომელიც არის უპრეცედენტოდ უარყოფითი, ამდაგვარი ნეგატიური დასკვნა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებზე, საქართველოს შეტანილ არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა, პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნების შედეგად მიღებული შედეგები არის არალეგიტიმური, შესაბამისად არჩეული პარლამენტი არის არალეგიტიმური და ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება სწორედ იმდაგვარად, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს მისი ფუნდამენტური უფლება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება. დიდი მადლობა. მოგესალმებით. ეუთო ოდირის დასკვნა, მე ვფიქრობ, ძალიან კაფეოა, ძალიან ნათელია და ნამდვილად არ ჭირდება მაღალი ინტელექტი წავიკითხოთ ზუსტად რა წერია ამ დასკვნაში. აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს არის ყველაზე მაღალი ინსტანცია საარჩევნო აუდიტის თვალსაზრისით, დაკვირვების თვალსაზრისით და ამ დასკვნით იხელმძღვანელებს ალბათ შემდეგ ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი თუ სახელმწიფო, როდესაც შეაფასებს კიდევ ერთხელ ამ არჩევნებს. თუმცა ეს შეფასებები უკვე ჩვენ დიდი ხანია ვიცით, მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდა, უბრალოდ ამ დასკვნაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული თუ რა ტიპის დარღვევები იყო და ყველა ნაწილში ის ნაწილები და ის კომპონენტები, რაც შეადგენს მთლიანობაში დემოკრატიული საერთაშორისო სტანდარტის მქონე არჩევნების სურათს, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აქ არის ძალიან მძიმე დასკვნები. ეხება ეს მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხს, როგორც არის თანასწორობა ამ არჩევნებში, თანასწორი ველი და აქ აბსოლუტურად დისბალანსი და დარღვეული იყო ყველაფერი ხელისუფლების სასარგებლოდ, ეს იქნება ფინანსური საშუალებები, ეს იქნება ყველაზე მთავარი ფარულობა ადამიანების მხრიდან ხმის მიცემა, მოქალაქეების საშუალება, რომ ხმა მიცენ თავისუფლად შიშის გარეშე და აქ ხაზგასმულია, რომ სწორედ ვიდეო კონტროლის და სხვა კონტროლის საშუალებებით ადამიანებს არ ქონდათ საშუალება მიეცათ შიშისა და შურის ძიების და ასე ვთქვათ დაჟის შიშის გარეშე და პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ის სტანდარტები, რაც არსებობს მსოფლიოში, ამ დასკვნაში ძალიან ნათლად და მკაფიოდ არის, რომ ეს იყო დარღვეული და არანაირად არ შეესაბამებოდა არც პრინციპებს დემოკრატიულს, არც ვთქვათ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას აქვს აღებული და რაც ყველაზე მთავარია, ვალდებულებებს, რომელიც არის საზოგადოების და ხალხის წინაშე. მე ვფიქრობ, რომ ის მთავარი მომენტი, რაც ძალიან კარგად აღნიშნა ეუთო ოდირი, იმიტომ რომ მოლოდინია ხოლმე, რომ ეს ინსტიტუტი იტყვის, აი იყო თავისუფალი, იყო სამართლიანი, ასეთი მეთოდოლოგია არ არის. ეუთო ოდირი გაძლევს და აძლევს საზოგადოებას საშუალებას თვითონ გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა არჩევნების შედეგები და ცნოს თუ არა ლეგიტიმაცია, ამიტომ ის იძლევა არგუმენტებს, ფაქტებს, ობიექტურ სურათს, რა მოხდა, როგორ წარიმართა არჩევნები და ის რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, უამრავი ადამიანი, 10,000-ობით ადამიანი უკვე არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად მუდმივ პროტესტშია და ამას გამოხატავს და მთავარი მოთხოვნაა სწორედ ახალი არჩევნების ჩატარება.
დაპატიმრებულ ადამიანების განთავისუფლებასთან ერთად. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ მიიღო საზოგადოებამ ეს არჩევნები და როგორ შეაფასა მისი შედეგები და მიცა თუ არა ლეგიტიმურობა. ეს დასკვნა უბრალოდ კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ვითარებას და იმ ძალიან ასე ვთქვათ, საფუძვლიან მოთხოვნებს ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ხალხის იყოს ახალი არჩევნები და დაიწყოს ახალი დემოკრატიული პროცესი. Χωρίς το χτυπημέτς მოგესალმებით ყველას, რაც წერია ეუთოდილის ამ დასკვნაში, მოკლედ თუ შევაჯამოთ, წერია ის, რომ ივანიშვილი ეცადა ყველანაირად, რომ შეექმნა ანტურაჟი, თითქოს 21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდებოდა არჩევნები და მიუხედავად მისი მცდელობებისა, საბოლოო ჯამში ისაც ხდებოდა 26 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო პერიოდში ისაც ხდებოდა არჩევნების დღეს და ისაც ხდებოდა და ხდება არჩევნების შემდეგ, ამას ყველაფერს შეიძლება ეწოდოს ნებისმიერი რამე გარდა არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესისა. მეორე ასევე რაც წერია ამ დასკვნაში, რაც იკითხება, არის ის, რომ ამას ამბობს ეუთოდი, რომ აქ ჩვენთან ეუთოდიში ყაველაშვილი არავინ არაა და ამ ილეშმაკობას არავინ არ ჭამს. ეს არის სინამდვილეში რაც წერია ამ დასკვნაში. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, უკანასკნელი დღეების და კვირების განმავლობაში ერთადერთი რაზეც იყო ქართული ოცნების პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო ამაზე, რომ ეხა იქნება ეუთოდის საბოლოო დასკვნა, რომელიც ლეგიტიმაციას მიცემს არჩევნების შედეგებს და მათ ხელისუფლებაში ყოფნას. და მოხდა ამის საპირისპირო. ანუ ყველაფერი ეს თავზე ჩამოეშნა მთელი ეს პროპაგანდა. ზუსტად ისე, როგორც ჩამოეშნება პროპაგანდის მეორე ხაზი, რომ 20 იანვარს რაღაცა შეიწდება, ტრამპი მოვა და რაღაცები დალაგდება და თვითონ რაღაცებს გააუმჯობესებენ ურთიერთობას დასავლეთთან. არაფერი ეგეთი არ მოხდება. მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამ დასკვნის შემდეგ ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გარედან ხარდამჭერა იქნება ეს სანქციები, თუ იქნება ეს სხვა მიმართულებით ხარდამჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ დასკვნის იმ სახით არსებობა, რა სახითაც ეს დადო ეუთოდიკმა და აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა სახელით ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, რომლებიც უწყვეტად ყოველდღე დგანან რუსთაველზე და აპროტესტებენ, თითოეული ადამიანს, რომელიც თუნდაც ნახევარი საათით მაინც ახერხებს გამოსვლას რუსთაველზე და გაპროტესტებას მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა აქვს. თქვენი დამსახურება საბოლოო ჯამში ისაც ხდება ახლა ამ შემთხვევაში და მათ შორის ისაც წერია ბევრი რაღაცა ამ ეუთოდის დასკვნაში. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა.